მეგობრებო, საერთო გაშლანის შემოგთავაზოთ ახლა ეს თემაზე. მისი ბოლო ფიქრი, გრძნობა, მისი ენერგეტიკა თქვენთან დამოკიდებულებაში როგორია. ახლა ცხელ-ცხელი ვნახოთ, ვიცი რომ ყველას ეს თემა განსაკუთრებით გხიბლობთ და გაინტერესებთ ხოლმე. და დამიწერეთ ასევე კომენტარებში, რისი განხილვა და ნახვა გაინტერესებთ საერთო გაშლისას. რომელი თემის, ოღონდ ჩემზე კონკრეტულად ჩემი ქმარი, ჩემი შვილი, ასეთი თემები საერთო გაშლაში არ გამოდგება, ისეთი რომ საერთო გაშლაში გავითვალისწინო და აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომისთვის ისევ, როგორც ყოველთვის ვითვალისწინებ თქვენ თხოვნებს. ნახოთ ახლა. მოდი იმისთვის რომ გავიგოთ, იდენტიფიკაცია იყოს ასეთი. თქვენთვის რას წარმოადგენს ეს პიროვნება, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. არის თქვენთვის სტაბილური ადამიანი, გაშლას ვაკეთებ მანარაზე, რომელიც იცით რომ არის 18 პლუსი კარტი, ასე რომ ვეცდები რომ ბევრი ვერ გაჩვენოთ კარტი, მაგრამ მოგიყვებით ენერგეტიკას და ინფორმაციას, იმიტომ რომ ისეთი ღია კარტები, ასე ვთქვათ, მაგრამ ძალიან მრავლის მთქმელი ჩემთვის და ინფორმაციის მომცემი. თქვენთვის არის ეს ადამიანი სტაბილური პიროვნება, სტაბილური უფრო ესეთი სექსუალური კავშირის მატარებელი, ანუ თქვენი პარტნიორია პრინციპში, ადამიანი, რომელთანაც კარგი შეწყობადობა გაქვთ, ინტიმურ მხარეს გულისხმობ, ასევე ძალიან იზიდავთ ერთმანეთს ენერგეტიკით, ცეცხლით, აი ჟეზლები, მოკლედ მყარად მუშაობენ თქვენ ურთიერთობაში. უფრო დიდწილად გაშლა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც უფრო მეტი უპასუხისმგებლოა ესეთი არაოფიციალური, არაჩამოყალიბებული ურთიერთობა გაქვთ, ვისი ურთიერთობაც ცოტა ფარულიც არის. თქვენ გიყვართ ეს პიროვნება, თქვენთვის არის სიყვარულის ობიექტი, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ სექსუალური პარტნიორი, ანუ ძალიან დიდი ემოციები და ახსნებადობა და ტემპერამენტი გაქვთ ამ ადამიანთან დაკავშირებით. კიდევ უფრო რომ მიხვდეთ, ბევრ რაღაცაზე ეჭვიანობის თემა გაქვთ, მთვარე ამოდის მე-18 მაღალი არკანი, რაღაცებში არენდობით, თქვენი მომავალი თქვენთვის არის დაბურული, ნისლით მოცული, არ იცით წინ რა გელოდებათ, შესაძლებელია ამ კარტით გითხრათ, რომ რაღაცა პაუზაც არის თქვენ ურთიერთობაში და გაურკვეველია შერიგდებით თუ არ შერიგდებით, რა ნაბიჯს გადმოდგავს ეს ადამიანი თქვენსკენ, მაგრამ ძალიან ემოციურად ხართ ამ ადამიანს მიჯაჭვული და ძალიან ესეთი კავშირი გაქვთ ღრმა, ასე ვთქვათ, ამ ადამიანთან, არა მხოლოდ თქვენ, მასაც ემოციური მოჯაჭვულობა და კავშირი აქვს თქვენზე ძალიან ხშირად. ფიქრობს, რომ რაღაცები არ გამოგივიდათ ურთიერთობაში მისი ინფორმაციით და ბევრს ფანტაზიორობს თქვენთან ისევ ინტიმურ კავშირზე მიდაიცოთ. მოკლედ, თუ ასეთ ისე დაამთხვიეთ, რომ თქვენზეა, მაშინ განაგრძეთ ამ ვიდეოს და ამ გაშლის ყურება, ლაიკები, მოწონებები, გაზიარებები არ დაგავიწყოს, ასევე გამოიწერეთ ჩემი ეს გვერდი, გამოიწერეთ YouTube გვერდი, რომლის ლინკსაც და Telegram-ის ლინკსაც იპოვეთ ჩემი გვერდის ქუდშივე, სადაც Telegram-ზე ვაკეთებ პირად გაშლებს. მოკლედ, რას გრძნობს ახლა თქვენთან მიმართებაში? მისი ცხელი გრძნობები გავიგოთ. ორიენტაცია, ეს არის გულწრფელი სიყვარულის ემოციის კარტი, რო გინდა ადამიანს მოეხვიო და აწკნარო, აგრძნობინო, რომ შენის ადამიანი ხარ, ვინც მე ემოციებით მავსებს, გულწრფელი ემოცია მაქვს შენთან მიმართებაში, შეიძლება ვერ გამოვხატავ ამ ყველაფერს ბოლო პერიოდის მანძილზე, მაგრამ შენ ხარ ის, ვისაც მინდა სულ ჩავეხუტო, ვინც მინდა დავაწყნარო, ვინც მინდა მოფერები ბული მყავდეს, ხელის გულზე მყავდეს, არ ინერვიულოს, არ განიცდიდეს რაღაცებს, რაც ვერ გამოვიდა და აი ამ ნუგეშით და აი ამ ჩახუტებით და აი ამ მოფერების ენერგეტიკით ვაგრძნობინო, როგორი ძვირფასია ჩემთვის. ადამიანი, რომელიც გინდა რომ ენერგო ბალანსი აღადგინო მასთან, ეს არის 6-იან თასი, ვეცდები გაჩვენოთ ცოტა დაფარულ ვარიანტში. 6-იან პენტაკლი მოვყატიათ, ეს არის ენერგიის ცვლა, ენერგეტიკის ცვლა. თქვენი მხრიდან მისცემთ მას ენერგიით, აავსებთ როგორც მამაკაცს. გაშლა არის ორივე სქესზე, აღარ დავიწყებ მოყოლას, რომ თქვენ თავზე უნდა მოერგოთ მამაკაცებო. ასევე ის თავისი მხრიდან არ დაიშურებს თავის დროს, ენერგეტიკას, რესურსებს,
აქ შედის ასევე ყურადღების მიქცევა, საჩუქრებით, გასეირნება, გამოსეირნება, რესურსის ჩადება, თქვენთვის ასე ვთქვათ, ქალური ბედნიერების მონიჭების სახით ეს იქნება სუნამის ჩუქება, ყვავილის ჩუქება, სადღაც გასეირნება, რომანტიული საღამოები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ერთი სული აქ მოქანდეს ესე ცეცხლის ენერგეტიკის მომძაფრებას გრძნობს, ასე ვთქვათ, ძალიან უნდა რომ აი რაღაც მოვიდეს თქვენთან და რა უშლის ხელს თქო ვიკითხე და დიდი ალბათობით რაღაცა პაუზა გაქვთ ურთიერთობაში როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისევ კიდევ ერთხელ ამომივიდა პენტაკლის პაჟად თქვენზე გაცილებით ნაკლებ რესურსშია ახლა, ან ასაკით სხვაობა გაქვთ და თქვენზე პატარა არის ეს ადამიანი, ასაკობრივი სხვაობა, სტატუსით სხვაობა, შეიძლება ზოგიერთებისთვის რწმენასთან დაკავშირებით იყოს სხვაობა და რელიგია შორის კონდეთ სხვაობა, ასე ვთქვათ, რაღაცა მენტალური სხვაობა, გაცილებით თქვენ მაღალ დონეზე დგეხართ და განვითარებული ადამიანი ხართ უკვე, ვიდრე ეს ადამიანი თავის თავს გაცილებით დაბალ დონეზე თulis, დაბალ სტატუსად მიიჩნევს. რაღაცნაირად გრძნობს, რომ ვერ შეგაფასად არა. უფრო ითქმება, რომ ვერ მოგცათ ის რისი მოცემაც მას უნდა და თქვენ რასაც იმსახურებთ ეს ყურადღება იქნება რესურსი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ სიყვარულის გამოხატულება ელემენტარული ის ვერ მოგცათ ჯერჯერობით და აქედან გამომდინარე ხა რაღაცა პაუზასავით აშკარად არის თქვენ ურთიერთობაში საიდანაც განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში აი ესე გაგვირდებათ ამ გოგოს არ მინდა რომ გავხსნა უბრალოდ მოშიშვლებული აქვს რაღაცის უკანა ნაწილი საიდანაც ეს მამაკაცი ჩუმად კაბას უწევს და აკვირდება ისე რომ ეს გოგო ვერც გრძნობს ანუ გაითვალისწინეთ რომ სოციალურ ქსელებში ამ კარტით შეიძლება გაკვირდებოდეთ კიდევაც ფეიქ აკაუნტი იქნება ეს თუ თავისი აკაუნტი ისე რომ მან არ ჩანდეს რომ გითვალთვალებთ და გიყურებთ მაგრამ გაკონტროლებთ და გათვალიერებთ ყოველ წუთას გრძნობა აქვს ასეთი გადმოვარდა ორი კარტი და ორივე მაღალი არკანია მინდა გითხრათ მე 17 მაღალი არკანი და 21 მაღალი არკანი ეს არის სწორედ რაც მე ვთქვი ახლა მე 17 მაღალი არკანი ვარსკვლავი სადაც ინტერნეტში შეიძლება ბრწყინავთ თქვენი ბლოგი გაქვთ ბლოგერი ხართ რაღაც მიმდინარეობას განვითარებას აძლევთ და გამომწერები გყავთ ძალიან ბევრი და ბრჭყვინავთ ესე ვარსკვლავით და 21 მაღალი არკანიც არის ტერიტორიის დედამიწის ინტერნეტის კარტი სადაც ძალიან ბევრი ათასობით ადამიანი შედის და ასე ვთქვათ ინფორმაციას ღებულობს რაღაცა საინტერესო თემებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ორივე კარტი არის ინტერნეტის კარტი მინდა გითხრათ და კარტმა სწორად რომ მითხრა რომ ნამდვილად თქვენ სოციალურ ქსელებს ხშირად აკონტროლებს, ტკბება თქვენი ბრჭყვინვალებით აი ამ ვარსკვლავის კარტით გაოგნებულია თქვენი სილამაზით, თქვენი ნიჭით, რომელიც გამოვლინებული გაქვთ ინტერნეტში ასე ვთქვათ და ამ ყველაფრით ძალიან ტკბება ხოლმე. რაც შეეხება ფიქრს აპირებს თუ არა რომ გადმოდგას უახლოეს პერიოდში ნაბიჯი და დათბეს ურთიერთობა თქვენ შორის და შერიდეთ თუ გაბრაზებული ხართ ამ შემთხვევაში აპირებს 6-ით აპირებს რომ აი ესე დინოზავრივით ამოყოს წყლიდან ცხვირი და გამოჩნდეს და დაალივეროს ასე ვთქვათ ბჭყალებში ბოდიში ჟარგონისთვის სიტუაცია და რაღაცნაირად სალამი და ესე მოკლედ ცხვირი გამოყოს და გამოაჩინოს რომ მე აქ ვარ ხო არ დაგავიწყდი რაღაცა თავის შეგახსენოთ მომენტი ეს შეიძლება იყოს SMS-ით იგივე სოციალურ ქსელში მიკითხვა მოკითხვით რაღაცნაირად პატარათი შეგახსენებთ თავის თავს ყველა ვარიანტი აპირებს და გამოვა ამ კონტაქტზე ეს იმ ადამიანებისთვის კიდევ ვიმეორებ ვინც პაუზაში ხართ და კონტაქტი არ გაქვთ სხვა დანარჩენისთვის ვინც პაუზაში არ ხართ და გაქვთ ჩვეულებრივი ურთიერთობა, კარტი მიჩვენებს რომ გაქვთ დაფარული ურთიერთობა და მისთვის დაფარული ქალბატონი ხართ, ორიანი მაღალი არკანი არის ეს. იეროფანტის საწინააღმდეგო კი არა და ქალი დაფარული, მისტიური, მესამე თვალის მქონე ადამიანი, ქალი ვისთანაც ურთიერთობა დაფარული და საიდუმლო გაქვს, მაგრამ შიშები გაქვს ძალიან ბევრი ყვავები გეხვევიან თავზე რომ რა იქნება და როგორ იქნება, თუმცა ეს ქალი გიყვარს და ამ კარტით კი აუცილებლად გამოვა, მაგრამ ისევ ფარულ ვარიანტში, ისევ ფარულად და აღდგენას და შეხვედრას, ასე ვთქვათ, მე-20 მაღალი კარმული კარტით
ისევ იგივენაირად გააგრძელებს იმ სიტუაციას. იმპერატორი თქვენი